საღამო მშვიდობისა. მე ვარ დათო დარჩია და ჩვენ ვთამაშობთ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. ხავთ მივესალმოთ პირველ მონაწილეს. ლევან აბაშიძე, მივესალმოთ. ლევანი არის 23 წლის თბილისიდან. პროფესიით მარკეტინგის სპეციალისტი. მისი ჰობია ფილმების ყურება, ლიტერატურა და ვიკიპედიაში სტატიების კითხვა. ლევან, ვისთან ერთად ხარ მოსული? ჩემს შეყვარებულთან ერთად ვარ დღეს მოსული. მოგესალმებით. და რომ მოვიგებთ 100,000 ლარს, რას ვაპირებთ? ამჟამად ვარ დამამთავრებელ კურსზე და მინდა რომ სწავლა გავაგზავნო საზღვარგარეთ და ამ ფონდში გავუშვებ. წარმატებას გისურვებ. იმისათვის რომ მოვიგოთ თანხა, მე წესებს შეგახსენებ. 100,000 ლარის მოსაგებად თქვენ სწორად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3,000. თქვენ გაქვთ 3 დახმარება 50-50-ზე, ზარი ახლობელთან და ჰკითხე დარბას. შეგიძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტო თამაში და წაიღო მოგებული თანხა, მაგრამ თუ არასწორად უპასუხე კითხვას, მაშინ დაკარგავთ მოგებულ თანხას. გასაგებია ხო ყველაფერი? კი ბატონო. მზად ვართ ლევან თამაშისთვის? შეძლებს დაგვართ. ძალიან კარგი. მაშასე ჩვენ თამაშობთ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. პირველი შეკითხვა. 100 ლარი. შუქნიშანზე მწვანე ფერის ანთებისას რა უნდა დაიწყოს ცხოლმა? მესიჯების კითხვა, მესიჯების გაგზავნა, ავტომობილით მოძრაობა თუ Facebook-ის სკროლვა? იყოს C ავტომობილით მოძრაობა. იყოს C ავტომობილით მოძრაობა. და 100 ლარი თქვენია. მეორე კითხვა. 150 ლარი. ამადგან რომელი დრო დგება დანარჩენებზე ადრე? შუადღის 2:09, 13 საათი და 15 წუთი, შუადღის 2:05 წუთი თუ 13 საათი და 45 წუთი? ისევ C შუადღის 2:05 წუთი. ისევ C შუადღის 2:05 წუთი. და 150 ლარი თქვენია. მესამე კითხვა. 200 ლარი. რომელი იყო კომუნიზმის ცნობილი სიმბოლო? ნამგალი და ურო, თოხი და წერაქვი, კალოში თუ სახრახნისი? A ნამგალი და ურო. ზუსტად გვახსოვს. მახსოვს. A ნამგალი და ურო. და თქვენ მართალი ბრძანდებით 200 ლარი თქვენია. აი მე კი ძალიან კარგად მახსოვს ნამგალი და ურო. მეოთხე კითხვა. 250 ლარი. თავის მყაროს ზედაპირზე მსუბუქად მიტყმისას რა გამოსდის ადამიანს თავზე? კოპი, რქა, ძირმაგარა თუ მეჭეჭი? A კოპი. A კოპი. და 250 ლარი თქვენია ლევან. კარგად მივდივართ და მივედით თამაშობაში გარანტირებულ მეხუთე კითხვა 300 ლარი. საქართველოს რომელ ქალაქთან ასოცირდება აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე არსებული ცნობილი ტკბილი ნაზუქები? გორთან, წალენჯიხასთან, სურამთან თუ ვანთან? C სურამთან. ვიცით ზუსტად ხო? შეიძლება მიწევს გავუვა. და მიირთმევთ ხოლმე? კი. თქვენი საბოლოო პასუხი? C სურამთან. C სურამი. სურამის ტკბილი ნაზუქები. მართალია. გარანტირებული 300 ლარიც თქვენია.
ლევან, გარანტირებული 300 ლარი გაქვთ, 3 დახმარებაც ხელუხლებელი და მივედით მე-6 კითხვამდე, 400 ლარი. ფილმ მაია წყნეთელში, რომელ ისტორიულ ბრძოლას უკავშირდება ფრაზა ქართველებს მეზარბაზნეები არ ყავთო. A. დიდგორის ბრძოლას, B. კრწანისის ბრძოლას, C. შამქორის ბრძოლას, თუ D. ბახტრიონის ბრძოლას. B კრწანისის ბრძოლას. გვახსოვს ფილმი? კარგად. თუ ისტორიულადაც ისტორიულად უფრო ვიდრე ფილმი. და საბოლოო პასუხია? B კრწანისის ბრძოლა. B. კრწანისის ბრძოლას. და ეს მართალია. 400 ლარი თქვენია. მე-7 კითხვა 500 ლარი. ვინ არის იტალიის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი? A. ტერეზა ბელანოვა, B. ელენა ბონეტი, C. ჯორჯა მელონი, D. ტინა ანსელი. ამჟამად არის ჯორჯა მელონი. მაგრამ რამდენად არის პირველი, ეგ მეორე ამბავი. მაგრამ იმის გამო რომ შედარებით კონსერვატორული საზოგადოება იტალიელები, შეიძლება რომ პირველიც იყოს ახლა. ამიტომ მოდი დავფიქსირებთ ეს. საბოლოო პასუხში დარწმუნებული ბრძანდებით? არა, მაგრამ იმედი მაქვს. კი ბატონო, საბოლოო პასუხია? C ჯორჯა მელონი. C. ჯორჯა მელონი. ლევან, თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. ჯორჯა მელონია არის პირველი მინისტრი. 500 ლარი თქვენია და მერვე კითხვა 1000 ლარი. რომელი არ არის მითოლოგიური ღვთაებების ბერძნული და რომაული ურთიერთშესატყვისი წყვილი? A. არესი და მარსი, B. დემეტრა ცერერა, C. აპოლონი მერკური, D. ჰერა იუნონა. მითოლოგიაში როგორ ავართ? არც თუ ისე სახარბილებთ. არესი, მარსი ორივე ომის ღმერთია, დიახ. როგორც მახსოვს. დანარჩენი თითო უფრო მახსოვს. შეწყვილებაში შედარებით ნაკლებად. იუნონა. ჰერა და იუნონაც თითქოს წყვილი უნდა იყვნენ. ცერერა. მოდი გამოვიყენებ დახმარებას. რომელს? 50-50-ს. ვიყენებთ დახმარებას 50-50-ზე. კომპიუტერს ვთხოვთ წაშალოს 2 არასწორი პასუხი. დაგვრჩა C. აპოლონი და მერკური და D. ჰერა იუნონა. კაი, ჰერა როგორც ზევსის მეწყვილე, იუნონა მახსოვს იგივენაირად იუპიტერის მეწყვილე. აპოლონი და მერკური მერკური უნდა იყოს თუ არ ვცდები ჰერმესის მეწყვილე. იყოს C, აპოლონი და მერკური. საბოლოო პასუხი. იყოს. C. აპოლონი და მერკური. თქვენი პასუხი აბსოლუტურად სწორია, ლევან. რომაულში მითოლოგიაში და ბერძნულ მითოლოგიაშიც აპოლონია. 1000 ლარი თქვენია. და მივედით
მეცხრე კითხვაზე 2000 ლარი. ასევე გაქვთ 2 დახმარებაც. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის უფროსმა ძმამ დაკარგა ქვეყნის მართვის შესაძლებლობა, რადგან 2001 წელს ჩავიდა იაპონიაში. A. დისნეილენდის სანახავად. B. სუმოს ჭიდაობაზე დასასწრებად. C. მობილური ტელეფონების შესაძენად. თუ D. სუშის და საკეს მისართმევად. კიმ ჩენი. ძმა. სუმოს და სუშის ნაკლებად ვფიქრობ. დიახ. იმიტომ რომ მაინც აზიური კულტურაა და შეიძლება ანტიამერიკული განწყობის გამო ან დისნეილენდის გამო ჩამოერთმიათ, ან მობილური ტელეფონის გამო. მაგრამ არც ერთი არ ვარ დარწმუნებული. ერთ კითხვა მაქვს. დარბაზის დახმარება რომ გამოვიყენო და დარბაზში არ აიწიონ ხელი არავინ, მაინც დაკარგულია ეს დახმარება? არა, შეგიძლიათ შემდეგ კითხვაზე გამოიყენოთ, დიახ. მაშინ დარბაზის თუ დახმარება. არავინ ხელს არ აიწევს, რა თქმა უნდა. დარბაზის დახმარებას გამოვიყენებ მაშინ. ვიყენებთ დარბაზის დახმარებას. დარბაზში გთხოვთ მაყურებელს, ვინც იცის სწორი პასუხი, ხელი რომ ავწიოთ. აბა. სამწუხაროდ დარბაზში ხელს არავინ არ იწევს. ლევან, ეს დახმარება თქვენ შეგიძლიათ შემდეგში გამოიყენოთ. თუ გააგრძელებთ თამაშს, რა თქმა უნდა. და ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ზარი ახლობელთან. მოდი მაშინ გამოვიყენებ ზარს ახლობელთან. ვისთან რეკავთ? ჩემს მეგობართან ანა მოლოდინთან. ანასთან. მეგობარ ანასთან რეკავთ. ალო. ანა, გამარჯობათ. გამარჯობა. დათო დარჩია, გაწუხებთ, გადაცემიდან შეგიძლია მოიგო 100,000. ვაუ. დიახ. ჩემს პირდაპირ ლევანიზის აბაშიძე და თქვენი დახმარება ესაჭიროება. ვაუ, კი ბატონო, ვეცდები. თუ სწორად გაგვცემთ პასუხს ამ კითხვაზე, იგი მოიგებს 2000 ლარს. თქვენ 30 წამი გაქვთ დრო და ლევანი თავად დაგისვამთ კითხვას. და დრო ჩაირთო. კაი, კიმ ჩენ ინის ძმამ დაკარგა 2001 წელს ქვეყნის მართვის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ჩავიდა იაპონიაში. და რის კიმ ჩენ ინის ძმა ჩავიდა იაპონიაში 2001 წელს, A. დისნეილენდის სანახავად, B. სუმოს ჭიდაობაზე დასასწრებად, C. მობილური ტელეფონის შესაძენად, თუ D. სუშის და საკეს მისართმევად. 10 წამი, ვა, ბიჭო, 5 წამი დაგვრჩა. დისნეილენდის სანახავად ალბათ, უეჭველი. რაღაც დისნეილენდის სანახავად ალბათ უეჭველი. აი, ალბათ უეჭველი რაღაც ალბათ უეჭველი. ლევან, ჩვენ რავშებით. უჯერებთ მეგობარს თუ მეგობარი იმისთვის არის რომ დაუჭირო. ამიტომ რადგან მეც იგივე ვერსია მქონდა, დიახ, იგივე ლოგიკით ალბათ დიახ. ალბათ უეჭველი. იყოს A. დისნეილენდის სანახავად. საბოლოო პასუხია. ვაკვირდებთ A. დისნეილენდის სანახავად. ლოგიკა სწორია, ლევან, რა თქმა უნდა. თქვენ გაქვთ 2000 ლარი. როგორ უნდოდა? ნახვა ამ ყველაფრის პატივცემულს. ლევან, ჩვენ მივედით მე-10 კითხვამდე, ანუ გარანტირებულ 3000 ლარამდე და გვაქვს ერთი დახმარება დარბაზის დარჩენილი. და მას ასე მე-10 კითხვა 3000 ლარი. რომელმა ქალაქმა უმასპინძლა ოლიმპიურ თამაშებს დანარჩენებზე ადრე? A. ლონდონი, B. ანტვერპენი,
C. Stockholm to D. Chamonix. მე როგორც მახსოვს, ლონდონი იყო ერთ-ერთი პირველი ქალაქი, რომელმაც უმასპინძლა. იმიტომ რომ პირველი იყო ათენში, მეორე იყო პარიზში და შეიძლება მესამე ყოფილიყო ლონდონში, ან მეოთხე ყოფილიყო ლონდონში. ეს არის გადამწყვეტი აქ. 1904-1908 ანტვერპენი და შამონი არ მგონია. დარჩა ლონდონი და სტოკჰოლმი. სავარაუდოდ ერთ-ერთი 1904 და მეორეა 1908. იყოს. ხომ არ გამოიყენებ დარჩენილ დახმარებასაც? იქნებ ამ შემთხვევაში ვკითხოთ დარბაზს თუ გარისკავთ? მოდი, რადგან ისევ იგივე პირობა რახან არის, რომ თუ არ იციან შემინარჩუნდება, კითხოთ დარბაზს. კითხოთ დარბაზს. დარბაზში ვთხოვ, ვინც იცის სწორი პასუხი, ავიწიოთ ხელი. რომელმა ქალაქმა უმასპინძლა ოლიმპიურ თამაშებს დანარჩენებზე ადრე? ლონდონი, ანტვერპენი, სტოკჰოლმი თუ შამონი? სამწუხაროდ დარბაზში კვლავ არ გვყავს ადამიანი, ვინც პასუხი იცის. კარგი. ამ შემთხვევაში თქვენ დარბაზის დახმარება კვლავ შეგინარჩუნდებათ, მაგრამ აქ უნდა გამომადგება. დიახ. თუ გადავალ. მე მაინც შეგახსენებ ლევან, თუ არასწორად მიპასუხე, თქვენ დაკარგავთ 1700 ლარს და დარჩებით 300 ლარის ამარა. თუმცა თუ სწორად უპასუხეთ, გარანტირებული 3000 ლარი თქვენი იქნება. და რა თქმა უნდა, ვეღარავინ ვეღარ შეეხება გარანტირებულ 3000 ლარს. რატო შეიძლება ყოფილიყო სტოკჰოლმში მესამე? სამკულის ოლიმპიური თამაშები. და რატო შეიძლება ყოფილიყო ლონდონში თავის მხრივ? 904. მოდი დავაფიქსირებ ლონდონს. საბოლოო პასუხი. იყოს. ვაკუთრებთ A. ლონდონი. მე შეგახსენებთ, რომ ეს პასუხი არ იყოს, რომ არასწორი. თქვენ დაკარგავთ 1700 ლარს და დარჩებით 300 ლარის ანაპარა. თუმცა თქვენ ეს არ გემუქრებათ, რადგან ეს არის ლონდონი და გარანტირებული 3000 ლარი თქვენია. გილოცა. 1908 წელს ჩატარდა ლევანეს ოლიმპიადა ლონდონში, ხოლო სტოკჰოლმში 1912-ში. ლევან, გილოცავთ კიდევ ერთხელ 3000 ლარი თქვენია, რომელსაც ვეღარავინ ვეღარ შეეხება. ასევე დაგვრჩა დარბაზის დახმარებაც. მას ასე მე-11 შეკითხვა 6000 ლარი. რა პროფესიის იყო ლუი რიარი, ადამიანი, რომელმაც შექმნა და 1946 წლიდან ხმარებაში შემოიტანა ქალის ორნაწილიანი საცურაო კოსტიუმი, ბიკინი. A. ავტოინჟინერი. B. ანიმაციური ფილმების მხატვარი. C. მეზღვაური. D. სასტუმროს მენეჯერი. ეს ნამდვილად არ ვიცი. მაგრამ პირველი ასოციაცია მომივიდა, რომ შეიძლება ყოფილიყო ყვინთავი და რახან ყვინთავთან ახლო პასუხი გვაქვს ჩამოთვლილთაგან, მეზღვაური. ანუ სავარაუდოდ ჩემი ლოგიკით რაღაც პროფესიული მიზნით შეიძლება დასჭირვებოდათ და ამიტომ შეექმნათ ბიკინი.
მაგრამ რატომღაც სამ პირდაპირი მგონია. რახან ასოციაციაც ძალიან პირდაპირი იყო. რატო შეიძლება ყოფილიყო ავტოინჟინერი. ანიმაციური ფილმების ხატრობიდან დიზაინერობამდე შედარებით ახლო მანძილია გასავლელი. სასტუმროს მენეჯერს არ ამგონია დასჭირვებოდა რამეში ბიკინის შექმნა. თქვენ პრინციპში ლევან დასაკარგი არ გაქვთ, არაფერი დაკარგვა, 30000 ლარი გაქვთ გარანტირებული უკვე. კიდევ ერთხელ ვცდი დარბაზის დახმარებას. კიდევ ერთხელ ვცდით დარბაზის დახმარებას. მესამე და სამართალი ალბათ. იმედია. დარბაზში ვთხოვთ, ხელი აიწიოს იმან, ვინც იცის ზუსტი პასუხი. თუ რა პროფესიის იყო ლუი რიარი. ადამიანი, რომელმაც შექმნა ორ ნაწილიანი ქალის საცურაო კოსტიუმი ბიკინი. მე მგონი ვერც მესამე და სამართალმა გაამართლა ლევან. არ ყავს კვლავ არავინ დარბაზში რომ იცოდეს პასუხი. ასე რომ ყველაფერი თქვენზეა და თქვენ უნდა დააფიქსიროთ პასუხი. მოდი იყოს B ანიმაციური ფილმების მხატვარი. გავისკოთ. სხვა რა გზა? ანუ საბოლოო პასუხია B ანიმაციური ფილმების მხატვარი. B ანიმაციური ფილმების მხატვარი. ლევან, თქვენ რომ გეთქვათ ავტოინჟინერი, თქვენ მართალი იქნებოდით, თუმცა ამ შემთხვევაში პასუხი არასწორია, მაგრამ თქვენ გაქვთ გარანტირებული 3000 ლარი. დედამ დაუტოვა მემკვიდრეობით ქალის თეთრეულის მაღაზია და გადაწყვიტა რომ ასე თქვა დედის ბიზნეს გახვალოდა. კი ბატონო. მადლობა, კარგი თამაშისთვის. 3000 ლარი პრემია. მოგწავთ. მადლობა, ახალ. ჩვენ ვაგრძელებთ თამაშს, ჩვენ შეგიძლია მოიგო 100000. და ჩვენი შემდეგი მონაწილეა დეა ტატიშვილი. მადლობა ჩვენს დარბაზს, განსაკუთრებით სკოლა-ლიცეუმი ცისაკარი, ქორეოგრაფიული ანსამბლი ნაბიჯი, 207 საჯარო სკოლა და 32 საჯარო სკოლა. დეა, როგორ ხარ? კარგად, მადლობა. დეა არის 40 წლის თბილისიდან, პროფესიით ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი. ამჟამად საბანკო საფინანსო სექტორში საოპერაციო რისკების მენეჯერია. კი ბატონო. დეა, ვისთან ერთად მოგზავნეთ სტუდიაში? სტუდიაში მოვედი ჩემს შვილებთან, ტყუპებთან. ანო და თეთო. მოგესალმებით. რასში გამოიყენებთ 100000 ლარს მოგების შემთხვევაში? თუ მოხდა ისე რომ მოვიგე 100000, მაქვს ზღვისპირეთში მიწა და მინდა რომ ავაშენო სახლი. მე დეა წესები მინდა შეგახსენო. კი ბატონო. 100000 ლარის მოსაგებად თქვენ სწორად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3000. თქვენ გაქვთ 3 დახმარება 50-50-ზე. ზარი ახლობელთან და კითხეთ დარბაზს. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ თამაში და წაიღოთ მოგებული თანხა. მაგრამ თუ არასწორად უპასუხეთ კითხვას, მაშინ დაკარგავთ მოგებულ თანხას.
გასაგებია ხო ყველა? რა თქმა უნდა. მარტივია მე მგონი. სად ხარ თამაშისთვის? დიახ, სადღაც. მოგებისთვისაც. მეცდები. მაშასე, ჩვენ თამაშობ თამაშს, ჩვენ შეგიძლია მოიგო 100,000. პირველი შეკითხვა. 100 ლარი. რისი ფორმა აქვს აჭარულ ხაჭაპურს? ნავის, თვითმფრინავის, მატარებლის თუ ავტომობილის? ნავის. ნავის. რა თქმა უნდა, 100 ლარი თქვენია. მეორე კითხვა, 150 ლარი. წელიწადის რამდენ თვეშია 28 დღე? ერთ თვეში, სამ თვეში, არც ერთ თვეში, ყველა თვეში. ყველა თვეში. დ. ყველა თვეში. მართალი გზანდებით 150 ლარი თქვენია. მესამე კითხვა, 200 ლარი. ტრადიციულად ქორწილის ბოლოს რას ისვრის პატარცალი? ქვას, საქორწინო ბეჭედს, თაიგულს თუ ტორტს? ტრადიციულად თაიგულს. გისვრია თქვენ თაიგულს? კი ბატონო. ანუ C თაიგული. თაიგულს. და 200 ლარი თქვენია. ძალიან ცუდი იქნებოდა პატარცალი ქვას ვეცოდეს. საზიანო. რა თქმა უნდა. შემდეგი კითხვა. მეოთხე 250 ლარი. ჩასვი გამოტოვებული სიტყვა სიმღერის ტექსტში. ეს ჩემი გულის წადილი ეგებ შენ ერთმა გამიგო. გოგო ბეღურა ხომ არ ხარ რომ დაგიგო. ფიანდაზები, კაკანათი, წითელი ხალიჩა თუ ლამინატი? სწორი პასუხია B კაკანათი. აბა, რო ვთქვათ, შეიძლება? ეს ჩემი გულის გულის წადილი ეგებ შენ ერთმა გამიგო, გოგო ბეღურა ხომ არ ხარ კაკანათი რომ დაგიგო. და თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. 250 ლარი თქვენია დეა. კარგად მივდივართ და მივედით მეხუთე გარანტირებულ თანხამდე 300 ლარი და კითხვა. სელფი ფოტოგრაფიაში იგივეა, რაც მხატვრობაში. ავტოპორტრეტი, პეიზაჟი, ნატურმორტი, კარიკატურა. სწორი პასუხია A ავტოპორტრეტი. გარანტირებული 300 ლარი თქვენ გაქვთ, მინდა გითხრათ. გავაგრძელოთ ხო თამაში? რა თქმა უნდა ვაგრძელებთ. მეექვსე კითხვა, 400 ლარი. რა ქვია დღეს მეტროს სადგურს, რომელსაც წარსულში 26 კომისარი ერქვა? A ავლაბარი, B გოცირიძე, C ღრმაღელე თუ D ახმეტელის თეატრი? სწორი პასუხია A ავლაბარი. კარგად გახსოვთ თქვენ? მახსოვს, კი. დადიხართ მეტროთი? სარგებლობთ მეტროთი? კი, არც თუ ისე იშვიათად. ანუ საბოლოო პასუხია? A ავლაბარი. A ავლაბარი. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა და 400 ლარი თქვენია. და მეშვიდე კითხვა, 500 ლარი. სულ რამდენი შესაძლო სვლის ვარიანტი აქვს ჭადრაკის ერთ მოთამაშეს თამაშის პირველი სვლის გაკეთებისას? A 12, B 16, C 20, D 25. გითამაშიათ ჭადრაკები? კი, ჭადრაკს ვთამაშობ. იცით სვლები, იცით ფიგურები, იცით კარგად. ვიცი, კი ბატონო. ჭადრაკის ერთ მოთამაშეს სულ რამდენი შესაძლო სვლის ვარიანტი აქვს თამაშის პირველი სვლის გაკეთებისას? საწყისი პოზიციიდან ესე იგი. გასაგებია, დიახ. შეგვიძლია ხმამაღლა ვიმსჯელოთ. რო ჩამოვთვალოთ, მოგეხმარებათ. დიახ, პირველი სვლა  პაიკების გადაადგილებას 8 პაიკია. თუ
თუ სწორად მახსოვს. შეიძლება დაიწყო პაიკებით, ანუ ასევე ცხენით შეიძლება დაიწყო. ორი ცხენია, ანუ 10. და პაიკს ერთს აქვს ორი სulis შესაძლებლობა 11, ანუ ერთ შეუძლია ორ უჯრას გადაახტეს და ერთ შეიძლება ერთით გადაწიოს. და მე 12 სულას ვერ ვიხსენებდო. მხედარი კუ, მეფე ლაზიერი და ნუ აქედაც იგივე კუ, მხედარი ეტლი და ნუ წინ 8 16 ფიგურაა ჯამში. უბრალოდ პირველი სulis გაკეთებისას ესეთი კითხვა რომ არის. უკანა მოთამაშეები, ანუ პაიკების უკან ვინც დგანან, ისინი სულას ვერ იწყებენ გარდა მხედრების. მხედარს შეუძლია გადმოხდეს. 8 არის პაიკი. ანუ 8 სულა შეუძლია. პაიკს 2 სულა არის განსხვავებული, ანუ ეგარი უკვე მე-9 სულა. კარგით, ვიყენებთ დარბაზის დახმარებას. ვიყენებთ დარბაზის დახმარებას. ვიყენებთ დარბაზის დახმარებას. დარბაზში თხოვთ, ვინც იცის ზუსტი პასუხი, ავიწიოთ ხელი. აი იქით იწავენ. გაგვიცანით აბა? გამარჯობა. ჩემი სახელია ნიკოლოზ მირებაშვილი და სწორი პასუხი არის C20. მადლობა. არაფერს. და ყავს კიდე დარბაზში? არა, მეტი არ ყავს. დარბაზში ერთი მონაწილე აღმოჩნდა, რომელმაც გითხრა, თან დარწმუნებით თქვა, რომ ეს არის C20-ო. აბა, ახლა შენი გადასაწყვეტია. დაუჯერებ თუ 20 არ ფიქრობდი როგორც ჩანს, ხომ? არა, 20 არ ფიქრობდი. აი, პაიქს რამდენი სულა შეუძლია იმის მიხედვით, აი ყველა პოტენციური სულა რომ ერთ პაიქს დიახ და შემდეგ მხედრებით, რომ დავთვალოთ. ყველას შეუძლია ორჯერ გადახტობა, ხო მე ეს ვერ გავთვალე. ყველას შეუძლია ორ და ნაბიჯს. რამდენი გამოვიდა? მაშინ 8-16 და აქეთ და კიდე? ორი, მაშინ 20 სწორი პასუხია 20. საბოლოო პასუხი? C20. ვაკვითრებთ C20. თქვენ რო გეთქვათ 12 არ იქნებოდით მართალი და სწორი პასუხია 20. მადლობა დარბაზს. ესე იგი პაიკების ერთ პაიკზე წავედი, რომ ორჯერ შეეძლო გადახტომა და ყველაზე რო შეეძლო აღარ ვიფიქრე რადგანაც. მადლობა დარბაზს. თქვენ 500 ლარი გაქვთ. ორი დახმარებაც გვაქვს. მერვე კითხვა 1000 ლარი. ამ სახეობებიდან რომლის ფოტოები გამოჩნდა Playboy-ის სულ პირველ ნომერში? A. Marilyn Monroe-ს, B. Elizabeth Taylor-ის, C. Bridget Bardot-ს, თუ D. Claudia Cardinales-ს. ნამდვილად მახსოვს Marilyn Monroe-ს. დავაფიქსიროთ A. Marilyn Monroe. საბოლოო პასუხია A. Marilyn Monroe-ს. დეა 1000 ლარი თქვენია. სწორი პასუხია Marilyn Monroe, რა თქმა უნდა. ისე 4 მსახიობი იყო. კი, რა თქმა უნდა. 4 მსახიობი იყო Playboy-ის დიახ გარეკანს. მივედით მე-9 კითხვამდე 2000 ლარი და დაგვრჩა 2 დახმარებაც. მაშასე მე-9 კითხვა 2000 ლარი. რომელი ამერიკელი მწერალი ესტუმრა საქართველოს ორჯერ 1947 და 1963 წლებში და საკუთარ წიგნში რამდენიმე თავის საქართველოს მიუძღვნა? A. Scott Fitzgerald, B. Jerome Salinger, C. Stephen King, თუ D. John Steinbeck. საქართველოს ორჯერ. კი ბატონო. რამე ვერსია თუ გვაქვს?
ვერსია მაქვს დე რა ვერსია გვაქვს? სტაინბეკი მაქვს ვერსია, თუმცა დარწმუნებული ნამდვილად არ ვარ. მე შეგახსენებ, რომ თქვენ გაქვთ ორი დახმარება. ზარი ახლობელთან და 50-50-ზე. ზუსტად ნამდვილად არ ვიცი. მოდი გამოვიყენოთ 50-50-ზე. ვიყენებთ დახმარებას 50-50-ზე და კომპიუტერს ვთხოვ წაშალოს 2 არასწორი პასუხი. დაგვრჩა C სტივენ კინგი და D ჯონ სტაინბეკი. C და D დაგვრჩა სტივენ. შეგვიძლია მესამე დახმარებას გამოვიყენოთ თუ მოითხოვს ამის აუცილებლობა. კარგით, გამოვიყენოთ დახმარება. მესამე დახმარებას. ვისთან ვეკავთ? მეუღლესთან, მიშასთან. მეუღლესთან, მიშასთან ვეკავთ. ალო, მიშა მოგესალმებით. აბაჭუბლა. მე გაწუხებ დათო დარჩია, გათამაშებიდან შენ შეგიძლია მოიგო 100,000 ლარი. გისმენთ. თქვენი მეუღლე მისის მე პირდაპირ დეა და თქვენი დახმარება ჭირდება. ვეცდები და 30 წამი გაქვთ თქვენ დრო და დეა თავად დაგისვამთ კითხვას. და დრო ჩაირთო. მიშა, რომელი ამერიკელი მწერალი ესტუმრა საქართველოს ორჯერ 1947 და 63 წლებში? სტივენ კინგი თუ ჯონ სტაინბეკი? და მე სტაინბეკი? ხო, კარგი, მადლობა. კარგი. ნაადრევი, ასე ვთქვათ, პასუხი გითხრა მეუღლემ. კი ბატონო. როგორც ჩანს დარწმუნებულია და თქვენი ვერსიაც თავიდანვე ეს თავიდან იყო. სტაინბეკი იყო, კი ბატონო. დავაფიქსიროთ? ვენდობით და კი ბატონო, D ჯონ სტაინბეკი. ანუ საბოლოო პასუხია? საბოლოო პასუხია D. D ჯონ სტაინბეკი. და სწორი პასუხია. თქვენ გაქვთ 2000 ლარი დეა, თუმცა დახმარებები აღარ დაგრჩათ და ერთი სწორი პასუხიც უნდა გამცეთ გარანტირებულ 3000 ლარამდე. კი ბატონო. მეათე შეკითხვა 3000 ლარი. ამ ცნობილი ადამიანებიდან რომელი იყო ცოცხალი, როდესაც ემინემი დაიბადა? A. ენრიკო კარუზო, B. პაბლო პიკასო, C. გუსტავ ეიფელი, D. უოლტ დისნეი. ცნობილი ადამიანები ალბათ ვიცით, ხო? კი ბატონო. ნუ ერთადერთი აქედან C-ს რომელი მოესწრებოდა ემინემის დაბადებას? აი C-ს გამოვრიცხავდით, ცალსახად მახსოვს უფრო ადრე იყო. რომელი გამოვიცხეთ? ეიფელი. ეიფელი. ემინემი რომელ წლიანია ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ 65 დაახლოებით აი რა 60-იანი, ალბათ 60-იანი იქნება, სადღაც ესე ვარაუდობ. კარუზოც ნაკლებად მგონია, ალბათ უფრო პიკასო. პიკასო თუ სწორად მახსოვს, 62 წელს გარდაიცვალა, თუ სწორად მახსოვს. დისნეის გარდაცვალების თარიღი არ მახსოვს, თუმცა მგონია, რომ ვერ მოესწრებოდა ემინემს. და მე მინდა შეგახსენო, რომ თუ არასწორად უპასუხებ კითხვას, მაშინ ჩვენ გარანტირებული 300 ლარით დავრჩებით და 1700 ლარს დავკარგავთ. კი ბატონო. მაგრამ თუ თქვენი პასუხი სწორი იქნება, გარანტირებული 3000 ლარიც თქვენი იქნება. არჩევანი თქვენია. დიახ, მოდით, რადგან ზუსტად არ მახსოვს გარდაცვალების თარიღები, თქვათ, არც დისნეის, არც პიკასოსის ზუსტად. შევწყვიტავ თამაშს. ეს საბოლოო პასუხია, არ გარისკავთ? კი ბატონო, არ გავრისკავ. 3000 ლარს მოიგებთ, ისე რომ გარისკავთ. მაგრამ თუ არასწორი იქნა, 300 ლარზე ვჭირთ. თუ სწორი პასუხი იქნება, კარგით. ჩვენ წყვეთ თამაშს 2000 ლარი თქვენია. თუმცა, რას უპასუხებდით მაინც? რას დააფიქსირებთ? აი, სახლიდან უპასუხებდი პიკასოს. გავაყვითლოთ და თქვენ აბსოლუტურად მართალი იქნებოდით და გარანტირებული 3000 ლარიც თქვენი იქნებოდა, მაგრამ კი ბატონო. არა უშავს.
ემინემი დაიბადა 72 წელს და პიკასოც ერთი წელი იცოცხლა 73-ში გარდაიცვალა დიდი მხატვარი. დანარჩენი კი რა თქმა უნდა ადრე გარდაიცვალა. კი ბატონო. დია 2000 ლარი თქვენია, მადლობა საინტერესო თამაშისთვის. მაშასე ჩვენ ვაგრძელებთ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. და ჩვენი შემდეგი მონაწილეა ოტო თეზელაშვილი. გთხოვთ მივესალმოთ. მოგესალმებით. მოგესალმებით. ოტო არის 29 წლის მუსიკოსი თბილისიდან. მისი ჰობია ფეხბურთის ყურება და თამაში. კარგად თამაშობ? ისე რა. მუსიკაზე რას გვეტყვი? მუსიკას ერთ შესწორებას გავაკეთებ, ფოთიდან ვარ. ახლა ამჟამად ვარ თბილისში, ბატონო. მუსიკას რაც შეეხება, პანდემიის პერიოდში დავიწყე მუსიკის კეთება, რაღაც მოყვარულის დონეზე და ამჟამად უკვე ვცდილობ რომ პროფესიონალურად. პროფესიონალურ დონეზე. რა სტილის მუსიკას წერთ ასე ვთქვათ? ახლა უკვე ელექტრონულ მუსიკას ვაკეთებ, დასაწყისში სხვადასხვა ჟანრის მუსიკას ვაკეთებდი, პოპი, რეპი, თრეპი, ანუ ასე შემდეგ რა, ლათინური მუსიკა. ძალიან საინტერესოა. და რაში გამოიყენებ 100,000 ლარს? 100,000 ლარი თუ მოვიგე, უნდა დავაწყოს კუპიურებად. დიახ. და უნდა წამოვწვიოს. წამოწვეს. ხო. ვისთან ერთად ხართ მოსული? ჩემი მეგობარი ბექა. მივესალმებით მეგობარ ბექას. ოტო მე წესებს შეგახსენებ. 100,000 ლარის მოსაგებად თქვენ უნდა სწორად უპასუხოთ 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3,000. თქვენ გაქვთ ასევე 3 დახმარება. 50-50-ზე ზარი ახლობელთან და კითხეთ დარბაზს. შეგიძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ თამაში და წაიღო მოგებული თანხა. მაგრამ თუ არასწორად მიპასუხებ კითხვას, მაშინ დავკარგავთ მოგებულ თანხას. გასაგებია ხო? გასაგებია. მაშასე მზად ვართ თამაშისთვის კი, და ბატონო. მოგებისთვის. ჩვენ ვთამაშობთ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. პირველი კითხვა, 100 ლარი. რომელი ცეკვის დროს ჩდება მოცეკვავე შპაგატში ბაირაღის ან ჭიქის პირით ასაღებად? კინტაურის, განდაგანას, ხორუმის, სამაიას. ახლა შემიძლია შევწყვიტო? ეს არის კინტაური. კინტაურის. და 100 ლარი თქვენია. მეორე კითხვა 150 ლარი. რომელია ქართული ანბანის პირველი ასო? ანი, ანასტასია, ანუკი, ანა მარია. ეგრევე რთულები, ხო? დიახ. ხო, ავარიანტი ანი. ა ვარიანტი. ანი. და 150 ლარი თქვენია, ოტო. მესამე კითხვა 200 ლარი. სამწუხაროდ ჩვენი საეთრო დრო ამოიწურა. ჩვენ გავაგრძელებთ აუცილებლად მომდენო გადაცემაში მესამე კითხვიდან თამაშს ოტოსთან ერთად. მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.